მოგესალმებით ფასესტუმრებო. პირველ ბავშვებო, პირველ რიგში დიდ მადლობას მოვახსენებ 18 სკოლას იმისთვის, რომ დავთო, გამოგვიყენებინა ეს შესანიშნავი გარემო, იმისთვის, რომ ჩვენი ცოდნა გამოგვემშვალებინა. დღეს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, თქვენი გონება და თქვენი ცოდნა არის. ტექნიკა მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის ძირითადი თემა არის ისტორიული წყაროების ანალიზი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პირველად წყაროებზე და მეორად წყაროებზე. მაგრამ სანამ ჩვენ ძირითად თემებზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის მასალა, რომელიც უკვე მასში დაფაზე, ინტერაქტიულ დაფაზე ხედავთ 16 ივნისს. თქვენი დავალება არის იმუშაოთ ბორდის ფურცელზე. პირველ ცხრილში მითითებული გაქვთ პირველი ნომრიდან ვიდრე მე-16 ნომრამდე დანაყოფებია და თქვენი დავალება არის პირველი, რომ ჩაწეროთ თითოეულ სურათზე წარმოდგენილი წყარო, რომელ ისტორიულ დისციპლინას განეკუთვნება. ორივე კატეგორიას განეკუთვნება. ჩვენ ვხედავთ, რომ სურათია და ამავე დროს აქ აშკარად ეთნიკური შინაარსის სამოსი არის, ხო? ამ სურათზე დაფიქსირებული, ამიტომ შეგვიძლია ორივე ვთქვა. არქეოლოგია. დიახ. ეხლა რომ ჩაწერებით აი სადაც ნიშანია, დიახ. არქეოლოგია, მითოლოგია. დიახ. ეხლა მე არის არქეოლოგია, მითოლოგია იგივე მას. დიახ. იმიტომ რომ იგივე შინაარსის არის. ნუმიზმატიკა. დიახ. პალეოგრაფია, ეთნოგრაფია. ორივეს განეკუთვნება, დიახ, ორივე შეგვიძლია ჩავწეროთ. კარტოგრაფია. დიახ. ხოლო მე-12 არის არქეოლოგია. დიახ. არქეოლოგია, ეთნოგრაფია. დიპლომატიკა. დიახ. ყოჩა, რატომ შვენივრად გართვით თავის მიზანი, რომელიც ჩვენ წინაშე არის, ეს არის შევისწავლოთ პირველადი და მეორადი წყაროს ზოგადი არსი. ანუ ვისწავლოთ თუ რას ნიშნავს პირველადი წყარო და რას ნიშნავს მეორადი წყარო. მეორე, კონკრეტულ მაგალითებზე გავაანალიზოთ პირველად და მეორად წყაროებს შორის არსებული განსხვავებები. რითი განსხვავდება პირველადი წყარო მეორადი წყაროსგან. ხოლო მესამე, ჩვენ ავიღებთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას, აი ამ ისტორიული მოვლენის მიმართ ჩვენ გამოვიყენებთ ახლად შეძენილ ცოდნას. გავაანალიზებთ, ვიმსჯელებთ, დავაფიქსირებთ, პირველ რიგში ვეცადოთ მარტივ მაგალითზე განსაზღვროთ, რომელი წყარო არის პირველადი და რომელი წყარო არის მეორადი. თქვენ წინაშე არის დედაენის სახელმძღვანელო. დაბლა არის მითითებული სხვადასხვა საუკუნე. ერთ-ერთი გვერდთაგანის დავალება, რომელიც ახლა დაფასთან გამოვა, იქნება, რომ შესაბამისი საუკუნე გადაათრიოთ სათანადო წყაროსთან. ანუ 21 საუკუნის პირველი ნახევრისთვის, რომელი სახელმძღვანელო იქნება პირველადი წყარო, ეს უნდა გაარღვიოთ და აი ეს ცნება გადაათრიოთ იმ სახელმძღვანელოსკენ. 19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის, რომელი სახელმძღვანელო იყო პირველადი წყარო, შესაბამისი ადგილი უნდა მოუძებნოთ. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისთვის და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრისთვის. და 19 საუკუნის პირველი ნახევარი არის ეს. დიახ. 19 საუკუნის მეორე ნახევარი. დიახ. დააკვირდი. დააწყაფუნე. დიახ. აჰა, მეორე ჯერზე უფრო ადვილად გამოვიდა. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. დიახ. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. კიდევ ერთხელ არ მოდის. არ გაუშვებთ ხო?
დიახ. და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი. მოიცადე. დიახ. 21 საუკუნის იქით მე 20 აქვს. და ის დიახ. კი ბატონო. და ის ხო შეიძლება. ანუ მოდი ვთქვათ, რომ მარჯვენა მხარეს იყოს პირველადი, მარცხენას იყოს მეორადი. ოჩა. ხოჩა მარია. ოჩა. კარგი გოგო. ლამაზადაც დავავარქოთ რა გამოჩნდება. შემდეგი დავალება, რომელიც გვექნება, სანამ დავალებას გავაკეთებთ, მე ზოგადად მინდა მე-17 საუკუნე რო დავახასიათოთ. მე-17 საუკუნე არის საშინელი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ აქაც თუ ვიმსჯელებთ, აი ორი მხარე აქვს, როგორც ყველა მოვლენას ორი მხარე აქვს, ისე მე-17 საუკუნესაც. ერთ მხრივ, მოკლედ რო დავახასიათოთ, ეს პერიოდი არის სულ ომი, დღე არ გადის, რომ ჩვენ ბრძოლა არ ქონდეს, მეორე მხრივ ჩვენ გვყავს უდიდესი ბუმბერაზე პიროვნებები, რომლებიც მოღვაწეობდნენ და თავისი სიცოცხლე შეწირეს საქართველოს და საქართველოს ერთიანობას. ამ პიროვნებებს შორის არის ლუარსაბ მეორე, რომელიც წმინდანად შეირაცხა, მოგეხსენებათ, რომელიც აწამა შაჰ-აბასმა. ასევე ყავს თეიმურაზ პირველი, რომელიც არაჩვეულებრივი პოეტი არის, ის გასწავლებული შვილი არის და თავისი სიცოცხლე, ნამდვილად მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ყავს ქეთევან დედოფალი, რომელმაც თავისი გმირობით, თავისი თავგანწირვით გააოცა მთელი სამყარო და ჩვენ ყავს, რა თქმა უნდა, უდიდესი პიროვნება გიორგი სააკაძე, რომელსაც დღეს ცოტა უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. და შაჰ-აბაზი მუსიკო იბყრობ მეზობლების ტერიტორიას, არაფერი არ შეიძლება შეგვიძლია. არაფერი. დიახ. იყო საქართველოს დიახ, დიახ, ტრებიც დავწეროთ. ტრები არ გინდა. უნდა ვიცოდეთ, ვინ იყო ჩვენი ტრები. უფრო მეტად დავაფასებ იმ პიროვნებებს, ვინც სიცოცხლე შეწირა მათთან ბრძოლაში. ხოჩა, მუსიკო ძალიან კარგად გაიგებდა, თავის თორინიადე, დიახ, და ზეპ არის კარგად დავინახოთ, დიახ, და მეორე პიროვნება მიუჭირდება. დიახ. აი ეხლა კალამს დააწყავნე და დაწერე. დებარება მარტყოფი. ხარები ქართკახეთი და ირანის სპარსეთის ვიბაჭი. მეთაურები შაჰ-აბაზი და გიორგი სააკაძე. ხოჩა, მარიამა კრეატიულობაც კი გამოიჩინა, მიაკვეთრებინა. სწორი პასუხი გზადა. კი ბატონო, გადავდეთ ახლა. წარმოდგენილი წყარო პირველადია თუ მეორადი? და რატო ფიქრობ ესე? მე ვფიქრობ, რომ ეს წყარო არის
რადგან როგორც იცით, რომ მართლობის ბრძოლა 1955 წელს, ხოლო ეს წყარო არის შექმნილი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ესა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, ანუ მოხდა 1650 წლის შემდეგ უკვე და ფაქტურად ეს თარიღიდანვე ჩანს, რომ არის მეორადი წყარო, რადგან თარიღები არ შეესაბამება ერთმანეთს. კი ბატონო, ხო, ხაზი გაუსვი, აი საუკუნეს, რომელსაც ვისაუბრებ, დია. შემდეგი კითხვა არის ასეთი, ხომ ვერ მეტყვი მარტყოფის ბრძოლის აღწერისას იყენებს თუ არა მუსტაფა ნაიმი სხვა რომელიმე ისტორიულ წყაროს? დიახ, პირველი კითხვიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასწროთ ის, რომ რახან წყარო არის უკვე მოგვიანებით შექმნილი, ის აუცილებლად გამოიყენებდა რაიმე სხვა წყაროებს, თუმცა კონკრეტულად ამ წყაროში არ ჩანს, რომ ის რომელიმე სხვა წყაროს იყენებს. მოდი, აი აქ კითხვის ნიშანი დავსვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცის ნაშრომი გამოიყენა, მაგრამ კონკრეტულად ვისი არ ვიცით. შემდეგი კითხვა არის ასეთი. მუსტაფა ნაიმის ცნობით, რა გახდა მიზეზი შაჰაბაზის მიერ კახეთში დამსჯელი ექსპედიციის გაგზავნისთვის? როდესაც ჩვენ გავეცანით ამ წყაროს, თავიდანვე წერია იმის შესახებ, რომ შაჰს არსებობს, რომ ქართველები ისე მომრავლდნენო და ლაშქრობის შემთხვევაში 10,000 ხვლიანი ქართველი შეიძლება მოგროვდესო. ანუ ქართველების გამრავლება და იმისი დაეჭვება, რომ შესაძლოა ისინი ზორისათვის მზადყოფილიყვნენ. დიახ, გავუსვათ ხაზი იმ წინადადებას, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოგატა. დიახ, თამა. შემდეგი კითხვა ასეთი, რა გახდა მიზეზი, რომ შაჰაბაზმა გამოგზავნა დამსჯელი ექსპედიცია? თავში ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ, რომ მას სურდა აეყარა ქართველი ხალხი და წაეყვანა მის იგი მონარქია. კი ბატონო. შემდეგ რა დამოკიდებულება ჰქონდა გიორგი სააკაძეს და შაჰაბაზს ერთმანეთში? შაჰაბაზა გიორგი სააკაძე ამ შემთხვევაში არ ჩანს გიორგის დამოკიდებულება, შაჰაბაზის დამოკიდებულება, მაგრამ წერილიდან გამომდინარე, როგორ ხვდებით, რომ შაჰაბაზი არ ედებოდა გიორგის და ასევე გიორგი სააკაძეც არ ედებოდა მას, რადგან როდესაც მოურავი გამოჩნდა, უბრალოდ შიკრიკი გამოჩნდა და მან დაინახა, რომ არ გაჩერდა და მის ნათქვამს, ანუ მის კითხვას არ უპასუხა, დაეჭვდა და მიხვდა, რომ შაჰაბაზი მას უღალატებდა. კი ბატონო, აბა მოვძებნოთ ეს ადგილი და გავუსვათ ხაზი. ნამდვილად გაფაციცებით თვალს ხურს ადევნებდა, ვინ მოვიდოდა, ვინ რა წერილს გადასცემდა, ვის გადასცემდა, აშკარად ეჭვის მომენტი ჰქონდა გიორგი სააკაძეს. შემდეგ, რა გახდა გიორგი სააკაძის ამბოხის მიზეზი? ამ წყაროს მიხედვით რა არის მიზეზი? ის იყო მიზეზი, რომ შაჰაბაზი უბრძანებდა ყოჩება ხაზს, რომ მოეჭრათ გიორგი სააკაძისთვის თავი და მისთვის გაეგზავნათ. და რა თქმა უნდა, გიორგი სააკაძე თავს იცავდა და ქართველებს იცავდა. დიახ. ბოლო კითხვა. ახალი ქართლის ცხოვრების მიხედვით რა იყო შედარებით ისეთი რთული საკითხი გიორგი სააკაძესთვის, გარდა იმისა, რომ მას ბრძოლა უნდა ეწარმოებინა ამხელა ჯარისთვის? ამხელა ჯარისთვის, როგორც წინა წყაროდან აღვნიშნეთ, მას ქართველების უნდობლობა ჰქონდა, და მას ის პრობლემა ჰქონდა, რომ მას ერისთავი ზურაბი უნდა დაეთანხმებინა, რომ დახმარებოდა მას ბრძოლაში. დიახ. გავუსვათ ხაზი, რომ ზურაბ ერისთავის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და და თვითონ ზურაბ ერისთავი რატო ყოყმანობდა? იმიტომ ყოყმანობდა, რომ ზურაბის ცოლი შაჰაბაზთან იყო დატოვებული და მაგრამ გიორგი სააკაძემაც მეუღორა, ჩემი შვილი მეც პატა დატოვებული იყოს გიორგი სააკაძესთან და ჯობია რომ ერთად ვიბრძოლოთ შაჰაბაზთან და ჯობია ერთად ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. თუნდაც აი ესეთი საშინელი მსხვერპლის ხარჯზე. დიდი მადლობა ნათია დაბრძანდი. და ჩვენ დაგვრჩა მესამე წყარო, ამ მესამე წყაროსაც განვიხილავთ და გადავასრულეთ მუშაობა. ეხლა შევაჯამოთ ჩვენი ნამუშევრები და ბოლო დავალება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის უნდა გავცეთ პასუხი თქვენთვის, ამაზე ეხლა კონკრეტული პასუხი არ არსებობს. აქ ფიქსირდება თქვენი აზრი, თქვენი პირადი გადაწყვეტილება. უნდა აიღოთ აი ეს მოწყობილობა და დააჭიროთ იმ ნომერს ჩვენ შემთხვევაში ასოებია და I არის პირველი, B არის მეორე, S არის მესამე, რომელიც თქვენ მიგაჩნია სწორად. ერთი წუთით ეს უკვე დავჭირეთ. რომელი წყარო არის შემთთვის სანდო? კი ბატონო, სანდო. ABC დააჭირეთ.
თქვენი ნომერი ჩანს, თუ თქვენ დააჭირეთ, ნომერი ჩანს, რომ თქვენ დააჭირეთ და თქვენი აზრი დაფიქსირდა. პირველი ნომერი, მესამე, მე-12 და მე-12 დარჩა. მე-12 აი ახალია თქვენი ნომერი. რომ გადმოატრიალებ ჩვენ ნახავთ თქვენ. დასკვნის სახით ზოგადად ჩვენი ემოციები გამოვხატოთ, მოგვეწონა, არ მოგვეწონა და რა თქმა უნდა მანანამასწავლებელს ვთხოვ თავისი მოსაზრება გამოვხატოს და გოგოებს როგორ მოვეწონეთ ჩვენ სტუმრებს. თქვენ მოვეწონათ თქვენი აზრით ხო, მეც გამიშლე ამბიცია. ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი. ეხლა ცოტა უცხოო იყო, ალბათ თუ რაღაცა მინუსები ჰქონდა ჩემი აზრით, ბავშვებს დამოუკიდებლად ხო? რაღაც ამის გამო იყო, პირველი იყო და შემდეგში უფრო კიდევ თამამად გააკეთებ, შეასრულებ დავალებებს და უფრო თამამად გამოყვას. ყველაფერი იყო პირველი და უბე. ბავშვების პირველად შემოვიდა. ხო. ძალიან სასიამოვნო იყო და პირველია და იმედია უკანასკნელი არის. ეს ერთი და სხვა მრავალი. ხო? სკოლება და ჩატარება განსაკუთრებით მასწავლებლისთვისაც და ბავშვებისთვისაც ერთ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე ამ ბავშვებს უწოდეს ერთი თითის თაობა. ბავშვიდან გამომდინარე და ამიტომ საერთოდ არ დაგვინეულად და თავის სტიქიაში იყვნენ ამ ახალ ოთახში. აი ახალი ოთახი. ჩვენ ნამდვილად აი მეოცე სკოლაში ჩვენ ვარდობდით მანანამასწავლებელიც მხოლოდ არ მოდი წინასწარ ვარჩვენოდი იქებ რაღაცა ტექნიკური პრობლემა ნამდვილად ზოგმაც უხუტამ კი გაახმოვანა ვითომ ტექნიკური პრობლემები იყო მაგრამ მე მგონი სხვა პრობლემები